მერაბის წვილი მოდის რინგზე. Ოცი წლის ციცის ნამღერმა ბრმა კასტინგზე მერაბი მოხიბლა და მოაბრუნა. ციცი მერაბის გუნდის მე-12 წევრი გახდა ბოლო დღეს. 25 წლის იურისტი სოფო ბრმა კასტინგზე ხმით გაასამართლეს და არა გარეგნობით. ის მერაბის გუნდის ღირსეული წევრი გახდა. იმდენი ემოცია წამოვიდა, რომ უფლება აღარ ქონდა მე, რომ რაღაც წამიწვით. მერაბს არჩევ. პედაგოგებს მინდა დიდი მადლობა უთხრა, ვინც მუშაობდა ამ ხალხთან, რომ რუსა და ყველა, ხო, რომ ესეთი სწორი მიმართულებით ამ მუშაობდნენ მათთან და ასეთი სწორი დამოკიდებულება აქვს მათაც სიმღერის მიმართ. ეს შემთხვევა, როდესაც მე მართლა, როდესაც უსმენდი, ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე ეს, მაგრამ ცრემლი მომარგდა და წამოვიდა. ჩემ და უნებურად ვერ შევიკავე თავი, იმდენად კარგად იმღერეს და იმდენად კარგად მღერია. ორი იძინებს ზე მოვიდა მასწავლებლებიც ესე გვეძახიან და რაღაც ხალისობთ ხოლმე ამაზე. და რატომღაც ყველას ეგონა რომ მხოლოდ ქართული უნდა გვემღერა აუცილებლად და რაღაც ძალიან ისეთი შეიქმნა რომ რაღაც ხა შემდეგ უცხოური როდესაც მოგცა განსაკუთრებით ეს სიმღერა რომელსაც ხომ მღერით ძალიან გვიყვარს ორივეს და ემთხვა ამ შემთხვევაში ჩვენი გემოვნება. აღმოჩნდა რომ მერაბსაც ძალიან უყვარს. ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ რომ კარგად გამოგვდის და არ გავს ქართულს. ახტება ქვეყანა. წადით. მე რა დღეში მაგდეთ, რას მერში. აი ატირეთ ხო მე რა. არ გცხვენია. ძა. რა ვიცი, მე არა მაქვს ხა ესეთი შენიშნა. არ ვიცი მე ამ კონკურსში რა მოხდება, მაგრამ ცალკე რო ჩავატარებთ ჩვენ კონცერტზე. ძალიან გვიხარია თქვა. იმდენად დიდი სურვილი მაქვს რომ გადავიდე შემდეგ ტურში, რომ მეგობრობა შეიძლება სცენაზე არ მახსოვდეს, მაგრამ ყველას უსურვებ წარმატებას. თუ იქნება ღირსეული, უნდა გადავიდე შემდეგ ტურში, მე ვიქნები თუ სოფო. მაინც ფიქრობ შესავალი რა, უფრო მეტი ინიციატივა რა, უფრო მეტი ინიციატივა და რაც თავარი რა არის, იცი რომ დაწყება კი, მაგრამ შენ უნდა წაიყვანო მე რიტმისკენ ყველაფერი რა. რომ მე უკვე შევიდნენ ესენი, უნდა წაიყვანო, აი ხო ხდები, ისე წაიყვანო შენ ნამღერი რომ ბოლოში აღარ ჩააგდო. ბოლოს უნდა განვითარება მისე მეტი რომ აი წავიდ და. რა შევიდეს. აი ეგ არის რა, ჩემი. შევა. კარგია, ძალიან კარგია. მე ვფიქრობ გაგიჟდება. მოწინააღმდეგე ძალიან მომწონს, მაგრამ კარგი იქნებოდა შედარებით სუსტი კონკურენტი. შეიძლება მაჯობოს ისე არ არის გამორიცხული, შეიძლება მე ვაჯობო. აუცილებლად ვიბრძოლოთ. ციცი შუგაკიძე. ჩვეულებრივი სოფო პაპუაშვილი. სოფო. აბამზად ვართ? მაშვინ რინგი იწყება. We belong together, and you know that I'm right. Why do you play with my heart? Why do you play with my mind? Said we forever, said we never die. How could
could you love me and leave me? Say goodbye. Oh, I can't sleep at night without holding your tight. Each time I try, I just break down and cry. Pain in my hand, though I'd rather be dead. Spinning around and around. Why don't we go to the end of the road? Still I can't let you go. It's unnatural. You belong to me. I belong to you. Boy, you know you really love me. You just don't realize. We never kissed there before. It's only your first time. Maybe I'll forgive you. You try. Come on, baby. We should be happy together forever. You and I. If you love me again like you loved me before, this time I want you to love me much more. This time instead, just to come. Don't let me go. To the end of the road. Still I can't. I just can't let you go, baby. It's unnatural. You belong to me. I belong to you. Go to the end of the road. Still I can't let you go. It's unnatural. You belong. I belong to you. Sopho Babuashvili და ციცი შუკაკიძე კიდევ ერთხელ მივესალმოთ. მერაბ ძალიან Bravo! Შემგან არ დაიწყო ძმა. მერაბ ძალიან რთული გადაწყვეტილება აქვს მისაღები, მაგრამ სანამ არჩევანს გააკეთეს, მინდა ნინოს ვკითხო. თუ გახსოვს ბრმა კასტინგზე ორივე გოგონამ ქართულენოვანი სიმღერა იმღერა, დღეს რამდენად გაგაოგნეს, გაგაკვირვეს და როგორია შენი არჩევანი ამ შემთხვევაში? მე დამავიწყდა რომ კონკურსი იყო საერთოდ, იმიტომ რომ იყო ეს ერთიანი სიმღერა, ერთიანი შერკინება, შერწყმული და ამ შემთხვევაში მე ვერ გავაკეთებდი არჩევანს. იქიდან გამომდინარე თუ ვინ უნდა მერაბის სიხილოს ფინალში, იქიდან გამომდინარე თუ აირჩევს თვითონ, თორე ამ შემთხვევაში ვერცერთს ვერ გავარჩევ, იმიტომ რომ ორივე ძალიან კარგი გოგოა. სტეფანე, შენ ფეხზე დგომი დაუკარი გოგონებს ტაში. შენი არჩევანი? მე ვიტყვი რომ მართლაც მერაბს მადლობა კარგი რეპერტუარისთვის, ძალიან სწორი მიდგომისთვის ამ გოგონების მიმართ და თანაბარი ძალების ზუსტად დანახივისთვის. წინა ბლაინდზე ორივე გოგონა მიმღერა ქართული, მაგრამ ქართული პეწი მაგალითად სოფოს შემთხვევაში ჩემთან მაინც დარჩა, ამ შემთხვევაში უფრო უცხოური ნამღერი იყო ციცისი და ალბათ მე თუ მკითხავ, მე ალბათ დავიტოვებდი ციცის. დიდი მადლობა, მაიას აზრით ასეთია, მე როგორც ვხედავ. დათო, შენი აზრით ძალიან საინტერესოა ჩვენთვის. ჩემი აზრით პირველ რიგში ეს სიმღერა ჩემი საყვარელი სიმღერების სამეულში შეიძლება შევიყვანო და მერაბი შენ უნდა იამაყო. შენ გეკუთნის ის რომ შენ დღეს იყო ამაყი ადამიანი და ძალიან მიხარია მე ეს და ეხა ამ ორი ადამიანისგან მოდი მე უბრალოდ არ იმსახურებს სოფო რომ დაუშვათ სულ ყველამ ვთქვათ რომ ციცი ძალიან მაგარი გოგოა, ძალიან მაგარი გოგოა. ეს უბრალოდ სოლიდარობაა რა, ხო ხტები? გადაწყვეტილება მაინც შენი მისაღებია. სოფო. მერაბ, დროა გადაწყვეტილება მიიღო. ციცი თუ სოფო? სოფო თუ ციცი? იმდენად სულ დღეში ვარ რომ არ ვიცი რა. აი არ ვიცი, მილიმეტრსაც ვერ წვიტავ, ხდები?
აი, მერაბ. მე ვფიქრობ ციცი თუ სოფო? სოფო თუ ციცი? ნუ მე ვფიქრობ სოფო. ხავთ მივესალმოთ სოფო ბაბუაშვილი. და გავაცილოთ. გავაცილოთ სოფო ბაბუაშვილი. ну, რადგან მერაბმა ეს გადაწყვიტა, ალბათ დავიმსახურე, რადგან გადამიყვანა შემდეგ ტურში და ალბათ რა ვიცი, მე ვფიქრობ, უფრო მეტად მოეწონა შეიძლება ჩემი ნამღერი ან ემოცია. არ ვიცი. და მერაბს მინდა ვკითხო, რა შეგიძლიათ უთხრათ ესეთ ლამაზ გოგოს ციცის? გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია, ძალიან გულიმწყდება მე ნამდვილად. და არ ვიცი. შეიძლება მეორეჯერ რო იმღერო ნამერჩია. ციცი. არ ვიცი, აი ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება მე ვფიქრობ, რომ ციცის აქვს ძალიან დიდი მომავალი და ძალიან დიდი პოტენციალი, იმიტომ რომ არაჩვეულებრივად კარგი მუსიკოსია და კარგი მომღერალია და იმედია ხა ამას მაპატიებს. როგორც ჩემი მეგობარი. გთხოვთ გავაცილოთ ციცი შუკაგიძე. მე ცვით ემოციას ვიკავებ. აი, არაფერია. ხო, პრინციპში. ჩემი ნამღერი ძალიან კმაყოფილი ვარ და მინდოდა რომ მთელი გული ჩემესრულებინა სცენაზე, ჩემის ავარ შემიძლია.